ჯონ გოტმანს შემოაქვს 4 აპოკალიფსის 4 მხედარის მცნება ურთიერთობისთვის, რომელიც კონფლიქტში ჩდება. ეს არის თავდაცვა, ეს არის ზიზღი, ეს არის კრიტიკულობა და ეს არის ეგრეთ წოდებული stonewalling, რასაც ეძახიან, რაღაცა ქვის კედელი, რომელიც თუ ჩდება ურთიერთობაში, ეს არის მისთვის ერთ-ერთი პრედიქტორი, რომ ურთიერთობა დასრულდება. ეს არ ნიშნავს, რომ მოუგვარებელი პრობლემები არის, თუმცა ძალიან ღრმა სამუშაო არის აქ ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ალაგდეს. კონფლიქტები არის ხოლმე როგორც წესი, ესე ორ ნაწილად შეგვიძლია რომ აღვიქვათ. ზედაპირზე არის ქცევის ნაწილი, რასაც თვალით ვხედავ და ამ კონფლიქტების მიღმა არის სხვა საჭიროება, რომელიც ერთი სიტყვით უთქმელი არის, მაგრამ თუ ცოტა დავაკვირდებით, შეიძლება რომ უფრო კარგად დავინახოთ. ანუ იმაზე არ არის ხოლმე კონფლიქტები ხშირ შემთხვევაში, რაზეც ვსაუბრობთ, რასაც სიტყვიერად გამოვხატავთ, არამედ იმის უკან რა ღრმა საჭიროება შეიძლება ქონდეს ადამიანს. ანუ ჩვენ მე უფრო გვიმარტივდება, რომ რაღაცა აგრესიით მივიდეთ რაღაცის სათხოვნელად, ვიდრე რაღაც მოწყვლადობა ვაჩვენოთ ადამიანს და ისე ვთხოვოთ ჩვენთან კავშირში შემოსვლა. და ასევე გამოვყოფთ კონფლიქტებს, რომელიც არის მოგვარებადი, ესე ვთქვათ, და კონფლიქტებს, რომელიც არის მუდმივი. რაში ახლა სხვაობა, ხო? ანუ მუდმივი კონფლიქტებში იგულისხმება ის, რაც ძალიან ფუნდამენტურად შეუცვლელი არის ადამიანისთვის, რაღაც მისი პირადი ღირებულებები, მისი წარმოდგენები, რაღაცა ჩვენ შორის არსებული უთანხმოება, რომელიც ვერადა ვერ გავარჩიეთ და თითქოს განცდა გვაქვს, რომ აი სანამ ამას ბოლომდე არ აღმოვფხრით, მანამდე ცხოვრებას ვერ ვაგრძელებთ. თითქოს ეს რაღაცა დიდი შავი წერტილივით არის ჩვენს ცხოვრებაში და პრობლემა იმაში არის, რომ ის ყოველთვის ბრუნდება ხოლმე პატარა კონფლიქტების დროს. თუ ადამიანები არ აკეთებენ არჩევანს, რომ მიხვდნენ, რომ ეს ახლა ამის შესახებ არ არის, მოდი ვისაუბროთ კონკრეტულად დღევანდელ შემთხვევაზე, მერე მოდის ხოლმე აი ამ ძველი კონფლიქტის, ან იმ რაღაცა გადაუჭრელი პრობლემის შემოტანა ამ დღევანდელ სიტუაციაში და უკვე აქაურობაზე აღარ ვლაპარაკობთ, უკვე ვლაპარაკობთ მთელ ჩვენს ისტორიაზე, მთელ ჩვენ წარსულზე, იმ ფუნდამენტზე, რომელსაც ვერ ვარყევთ და ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე აუცილებელი ეს ძალიან ესეთი გადაუჭრელი კონფლიქტები, რომ მოვაგვაროთ, ანუ შესაძლებელია, რომ მათ მიმართაც ასევე აღქმა შევცვალოთ, რაღაცა მიდგომა შევცვალოთ და ისინიც უფრო მეტად დატევადი ხდება, მაგრამ თუ მე მუდმივად ეს აღქმის ულში მაქვს, რომ ეს რაღაცა საშინელება, რაღაც ძალიან ცუდი არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიმწოვდება ეს აღქმა.